ფეხბურთის თამაში მარტივია, მაგრამ მარტივი ფეხბურთის თამაში ურთულესია. ეს სიტყვები გენიალურ იოჰან კრუიფს ეკუთვნის, რომელიც 68 წლის ასაკში ბარსელონაში გარდაიცვალა. ამ ურთულესი მარტივი ფეხბურთისთვის მიიწვიეს ეროვნულ ნაკრებში ვლადიმერ ვაისი, რომელმაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები უკვე გაიცნო. ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ფეხბურთელები თბილისის ზღვაზე მდებარე ზესტაფონის ბაზაზე ემზადებიან. 2016 წლის პირველ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს ჯვაროსნები 29 მარტს 21 საათზე დინამო არენაზე გამართავენ. 23 მარტს კი ვაისმა მედიისთვის ვარჯიში გახსნა. ცნობილი გახდა მისი სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობა. ვაის ჯოზეფ კონტირი და ფიზმომზადების მწვრთნელი რომან შვანტრერი დაიხმარებიან. Когда делаете скип, чтобы вы смотрели на себя всегда, да? Ви туда. Туда, 4 туда. Можно, хоп. Второй, хоп. ხოლო მეკარეებთან დავით გვარამაძე იმუშავებს. Хоп. Хоп. Ota. სლოვაკმა სპეციალისტმა ნაკრებში პირველად მიიწვია ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირი თბილისის დინამოს თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია. ბედნიერი ვარ, მოხარული ვარ ამით, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ეს იყო ჩემი ოცნება ბავშვობიდან, რაც ფეხბურთის თამაში დავიწყე, მას შემდეგ ეს ოცნება მოქვს. მაგრამ სასახარულოა, მაგრამ თვლი რომ ჯერ ყველაფერი კიდევ წინ არის და დასამტკიცებელი მაქვს ძალიან ბევრი რამ და ნაკრებში ადგილი მაქვს დასამკვიდრებელში. ვლადიმერ ვაისის განკარგულებაში 23 ფეხბურთელია. 3 მათგანი საქართველოს სან-მარინოს ახალგაზრდული ნაკრებების მატჩის შემდეგ მიიწვია. ლაშადვალი გიორგი აბურჯანია და ნიკა კაჭარავა. ფეხბურთელები ახალ მწვრთნელზე პირველ შტაბის ცვლილებებს გვიზიარებენ. შტაბის ცვლილება ისეთი დაგვჭირა, რომ თანამედროვე მწვრთნელია, ითხოვს სწრაფ თამაშს, სწრაფი ფეხბურთი, 1-2 შეხება და ტაქტიკურად მუშაობთ ახლა და ალბათ ესეც გაგრძელდება. აქვს თავის საფეხბურთო ხედვა და ცდილობს რომ აგვიხსნას და ამას რა თქმა უნდა დრო დაჭირდება. ფეხბურთელებმა გავიგოთ ეს ყველაფერი თვითონ მწვრთნელს რა საფეხბურთო ხედვა აქვს, თვითონაც გვაკვირდება რა ფეხბურთელები, რა ხარისხის фეხბურთელები ყავს. ამიტომ цота დროს წაიღებს. Сандро, не принимайте каждый пас, играйте касание. Вы все хотите, вы здорово играете с мячом, но 3 часа, бля. ძალიან დიდ ყურადღებას ითხოვს ვარჯიშზე. ვარჯიშები არის თვითონ მოკლე, საათი და 10 წუთი, მაგრამ ამ საათ და 10 წუთში ითხოვს ძალიან დიდ ყურადღებას. სისწრაფე დინამიკა და მაქსიმუმ 2 შეხებით გადაცემა. ეს ის მოთხოვნებია, რომელსაც ვაისი საქართველოს ნაკრების წევრებს უყენებს. რა გამოვა სლოვაკი მწვრთნელის მცდელობიდან დრო გაჩვენებს. იმედია შეძახილები უფრო სწრაფად 2 შეხებით ვაისს უფრო და უფრო ნაკლებად დასჭირდება და ნაკრები იმ ტემპში ათამაშდება 21 საუკუნეს რომ შეეფერება. Играй! Айди, просто! Хорошо!